Დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის დროა. მე ვარ ლიკა მეკუცნიშვილი და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ გლობალური და ლოკალური ეკონომიკის მთავარ არტერიაზე, ლოგისტიკაზე, სფეროზე, რომლის ერთი დღით გაჩერებაც კი სამყაროს კოლაფსს იწვევს ეკონომიკურ ჭრილში. ხადია, რა ხდება დღეს გლობალურ საზღვაო და საჰაერო ტერეფნებში, როგორ უწყობს მსოფლიო კონფლიქტები, გადაზიდვების ტარიფებს და როგორ დაიმკვიდრა თავი ქალმა მენეჯერმა ამ ურთულეს ინდუსტრიაში. თემას დეტალურად გავაანალიზებთ და ამის მიღმა ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ იცვლება მიწოდების ბაზარი და საკურიერო მომსახურება საქართველოში ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენლის რებრენდინგის შედეგებსა და სიახლეებს გაგაცნობთ საქმიანებს. თუმცა მანამ სანამ სტუმრების ნაწილზე გადავალთ, იქამდე ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს და გადავხედოთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ პროცედურით გუშინდელ სხდომაზე რефინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა. ეს გადაწყვეტილება მიიღო სებმა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა ინფლაციურ მოლოდინებზე მოახდინა გავლენა, თუმცა ჯერჯერობით ეროვნული ბანკი განაკვეთის ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. 251,326 სესხებელ სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების მიერ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვაში არის აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით 2026 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 251,326 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ფინანსირების განაკვეთი 8%-ზე უცვლელად დატოვა. საქართველოს ბანკი სომხეთის შემდეგ უცხოეთში სხვა ბანკის შეძენასაც განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს ბანკისა და Lions Finance Group-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩიჩილაძემ საქმიან დილასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მისი თქმით, კვლავ აქტიურად სწავლობენ სხვადასხვა შესაძლებლობას, რომ ბალტიის, სამხრეთ ევროპისა თუ ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყანაში უნივერსალური სერვისების მიმწოდებელი ბანკი შეისყიდონ. იანვარ-თებერვალში საქართველოდან ძვირფასი ლითონების, მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 216,8% გაიზარდა და ქვეყანამ 125,623,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების ამ დასახელების საქონელმა ტოპ-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგში 12,2%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოში მომდევნო 2 თვის განმავლობაში საქონლის ხორცის ფასის მინიმუმ 20-25%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ფერმერმა გურამ ბიჭიაშვილმა განაცხადა, მისი თქმით, ფასების მატება პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებასთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყანაში დაავადებების გავრცელებით არის გამოწვეული. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემას ახლა გლობალური ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემით განვაგრძობთ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვაჭრობის მთავარი დერეფანი კვლავ დიდწილად პარალიზებულია. ჰორმუზის სრუტეში გამავალი სატვირთო გემების დაზღვევა სარეკორდო მნიშვნელით 300%-ით გაძვირდა. სპარსეთის ყურეში მუდმივი სამხედრო მუხარისა და დანაღმული წყლების გამო ნავთობით დატვირთული ასობით ტანკერი უმოქმედოდ არის გაჩერებული. კრიზისამდე სპარსეთის ყურეში გამავალი გემის ომის რისკის დაზღვევა მისი საერთო ღირებულების დაახლოებით 0,2%-დან 0,5%-მდე მერყეობდა, დღეს კი 1%-ს აღწევს. რიცხვებში რომ თარგმნოთ, 120 მილიონი დოლარის ტანკერისთვის ერთი რეისის დაზღვევა 40,000 დოლარის ნაცვლად $1 მილიონ ცდება უკვე. მსოფლიოს უმსხვილესმა გადამზიდავებმა რეისების შეაჩერეს, სხვები კი მარშრუტებს ცვლიან. ამ კოლოსალური დანახარჯების ჯაჭვურ რეაქციას რიგითი მომხმარებლები ავტოგასამართ სადგურებსა თუ სუპერმარკეტებში ძალიან მალე იგრძნობენ. ბიზნესისთვის გზავნილი ნათელია, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა და დივერსიფიკაცია გარდაუვალი სტრატეგიული პრიორიტეტია. როგორ აისახება ეს გლობალური შოკები და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ლოგისტიკის ტარიფებზე ამ სფეროზე ზოგადად და რამხელა ძალისხმევა დგას იმ პროცესის უკან, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ამანათების მიღებას ვეძახით. ამ თემებზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ პროფესიონალი, რომლის საქმიანი პორტფელიც ლოგისტიკის ინდუსტრიაში მრავალწლიან გამოცდილებას იტევს. FedEx-ის მმართველი პარტნიორი საქართველოში ნინო მეთეშაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის
პირველი სტუმარი, ასევე ის არის ექსპერტი ამ დარგის და სწორედ მასთან ერთად განვაგრძობთ საქმიან საუბარს. ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და იმდენი რაღაც ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით თქვენი სფეროს მიმართულებით, რომ აუცილებლად ჩავშლით ამ თემებს დეტალურად და გავაანალიზებთ, მაგრამ ჩვენი სტუმარი ხართ, დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ და მინდა რომ ასე ვთქვათ, თქვენი ჩემი პირველი კითხვა იყოს თქვენი კარიერის შესახებ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, გაქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, თავისი კვალიფიკაციით, სოდნით გამყარებული. როდის და როგორ იწყება ნინო მენთეშაშვილის გზა, კარიერული თავგადასავალი ამ მიმართულებით? მოგესალმებით. მიხარია თქვენთან ყოფნა, ყოველთვის მიხარია თქვენ სტუდიაში ყოფნა, არც ისე იშვიათად მიწევს და რისთვისაც მადლობელი ვარ სხვათა შორის. ჩემი კარიერა ძალიან ადრე დაიწყო, ფაქტიურად 90-იანებში და როგორ გითხრათ, პირდაპირ ლოჯისტიკით დაიწყო თითქმის, ასე ვთქვათ, თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს აი სხვა ინტერვიუებშიც, რომ ბნელ 90-იანებში, როგორც ასე უწოდებთ დღესაც, ეს სფერო, რომელშიც ესე შევაბიჯე, იყო აბსოლუტური ნათელი წერტილი. ეს იყო ჰოლანდიური კომპანია TNT, რომელიც იყო დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგიებზე, მოწინავე მენეჯმენტზე, მოწინავე მიდგომებზე, ფარავდა მთელ მსოფლიოს და უცებ ჩვენ აღმოჩნდით ამ კომპანიის ნაწილი, რომელსაც გვევალებოდა, რომ ზუსტად ისეთივე ხარისხი დაგვედო, როგორცაც თვითონ თავაზობდა თავის მომხმარებელს და ეს ხარისხი უნდა გაგვეკეთებინა. არანაირი IT ტექნოლოგიები არ ქონდა მაშინ, კი არა და დენით ძალიან სანატრელი იყო, ნავთქურებზე გამთფარი ოფისები ქონდა და აი ამ პირობებში და სხვათა შორის ძალიან თავიდან შევეჯახე იმ კულტურულ შოკსაც, რომ ჰოლანდიელებისთვის ის გარემო, რა გარემოს ჩვენ შევთავაზეთ, ძალიან უცხო იყო, ანუ არ იყვნენ ესეთ გაცნობიერებული იმას, რომ ადამიანებს შეიძლება ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ მთელი დღე ისე, რომ დენი არ ქონდეთ ოფისში მაგალითად და ინტერნეტი ქონდეთ დაილაფით, აი რაღაც რომელიც იყო კოშმარი, ანუ რაღაცნაირად კრიფავდი ამ ტელეფონს, მე ამ მონაცემს აგზავნდი და ითიშებოდა და წვალობდი ხანდახან ღამემდე მიწვალია მაგალითად მონაცემების გადაგზავნაში და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კიდევ აი აქ პირველად ვიგრძენი სირცხვილი აი ასეთი განუვითარებელი სამყაროს წევრი რომ ვიყავი და რაღაცნაირად ვცდილობდი რომ გადამეფარა ეს და პრობლემებზე არ მესაუბრა ამ ხალხთან, იმიტომ რომ მინდოდა რომ აი რაღაცნაირად ჩემი ქვეყანა მაინც თანამედროვე, ყოველ შემთხვევაში იმის სწრაფვა მაინც დაენახათ, რომ ჩვენ თანამედროვეობისკენ და განვითარებისკენ ვიბრძვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი მაშინ პირველად მეტკინა გული სიმართლე რო გითხრათ აი იმ რეალობაზე, რა რეალობად ჩვენ ქვეყანას ედგა 90-იანებში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აი ეს სამოქალაქო ომები და ისინი დამთავრებული იყო, აი უბრალოდ სხვამ რომ დაინახა ეს, ჩემი თვალით ვნახე და ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა თქვენი ძალისხმევაც ძალიან დიდია, რომ თუნდაც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ლოგისტიკის სფეროში და მათ შორის, ასე ვთქვათ, თქვენი ჩართულობით, იგივე იმ კომპანიის თუ შემდეგ უკვე სხვა კომპანიების მაგალითზეც რაღაცნაირად მოხვდით ჩვენს მსოფლიო რუკაზე, რა. ეს ამ ეტაპების გავლა რამდენად რთული ამოცანა იყო პირადად თქვენთვის. იცით როგორ არის, ახლა რო გითხრათ ლოგისტიკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრია დღეს. საქართველოში ვერ დაასახელებთ სხვა ისეთ ინდუსტრიას, სადაც სოფლიო წამყვანი ყველა ბრენდი ოპერირებდეს. დღეს საქართველოში ოპერირებს სოფლიოში ყველა წამყვანი ლოგისტიკური ბრენდი ექსპრეს გადაზიდვებში განსაკუთრებით, როგორც არის FedEx-ი, როგორც არის DHL-ი, როგორც არის UPS-ი. ეს კომპანიები საკმაოდ დიდი გამოცდილებით არიან უკვე სადღაც 30 წლამდე და საკმაოდ ნორმალურად ოპერირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეს გარემო ძალიან კომფორტულია ამ შემთხვევაში, მაგრამ არაფრით არ მინდა ვთქვა, რომ დამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ არ შეიძლება განვითარების გარეშე წარმოვიდგინოთ ზოგადად ბიზნესი და ზოგადად ჩვენი მომავალი, ხო? თქვენი მართვის სტრატეგია როგორია? მით უმეტეს ვსაუბრობთ საკმაოდ
ტურბულენტურ სფეროზე, რომელსაც ასე ვთქვათ, კრიზისები არ აკლია განსაკუთრებით აი ამ ომების და გლობალური თუ ლოკალური რყევების ფონზე. ხო, აი რა მიდგომები გაქვთ, რომ ინარჩუნებთ სიმყარეს, სანდოობას, რეპუტაციას? იცით როგორ არის? აი ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში რო გადავხედოთ, კრიზისი იმდენად ექსპრეს გადაზიდვებს გულისხმობ, იმიტომ რომ 30 წელი ექსპრეს გადაზიდვებში ვარ, ანუ ეს კიდე სხვა დინამიკაა. ეს არ არის მაგალითად გეიმი, რომელიც გამოვიდა სადგურიდან და კვირაში ერთხელ მის ლოკაცია შეამოწმოდა ნახო სად არის. ხო, ეს არის ამანათი, რომელიც წამოვიდა ამერიკიდან და დღეს და ზეგ უკვე აქ ადრესაც უნდა კონდეს ჩაბარებული, ისე რომ გაიაროს მაგალითად რაღაც 4-5 საბაჟო, რაღაც გამბაჟდეს, საბუთები იყოს მოწესრიგებული, ეს ყველაფერს, ოღონდ ამ ყველაფრისთვის დრო არის რაღაც რამდენიმე საათი. და ეს დინამიკა იმდენად რაღაცნაირი შესაძლებელი გვაქვს და იმდენად ისეთია ჩვეულია უკვე ჩვენთვის, რომ რაღაც სტრესებზე უფრო მდგრადი ვართ, ასე მგონია. ჩაიკეტა ის გზა, ხო, კაი, არაუშავს. ანუ აი ეს არაუშავს ესე ვქნათ, აი ჩვეულებრივ ყოველდღიურობაა. ხო, გესმით, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმუნიტეტი გამოიმუშავა. იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული. ანუ მაგალითად აი კოვიდის დროს როცა ეს პარალიზებული იყო მთელი სამყარო, პარალიზებული, მე მახსოვს საღამოს დავდგებოდით იმ დღეს არსებული სტაფით დავაწყობდით ხვალინდელ ოპერაციებს, რაც ხვალ უნდა აუცილებლად შესრულდეს, დილით მივდიოდი სამსახურში და ფაქტიურად ნახევარი ხდებოდა, იმიტომ რომ უცებ ჩაწვებოდა ის ნახევარიც ვინც იყო. და აი ამ სიურპრიზებით ძალიან ხშირად მე თვითონაც მიმუშავია ფრონტზე, მაგალითად კოვიდის დროს, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო და რაღაც ერთეულებს ვითვლიდით თანამშრომლებს, მაგრამ აი რაღაცნაირად ისე არ გრძნობდით სტრესულად თავს. აი ეს პატარ-პატარა თუ დიდი ეფექტები, სურპრიზები, ესე ვთქვათ, უარყოფით სურპრიზებს გულისხმობ, დიდად არ მოქმედებს ჩვენზე ემოციურად, არ ვიბნევით, პირიქით, რაღაცნაირად ვადაპტირდებით სწრაფად. ეს სხვა შორის კოვიდი რჩება საზომად, ხო, იმიტომ რომ იგივე თქვენი ინდუსტრიის მიღმაც, არ ვიცი, ტურიზმით დაწყებული, სტუმარ-მასპინძლობით დამთავრებული, ყველა ამბობს, რომ იმას გავუწელით და გადავრჩით და ახლა უკვე არაფერი აღარ გვაშინებს და ალბათ შესაძლოა, რომ რაღაცა იმასთან შედარებით მართლა ეს ყველაფერი გადალახვადი ჩანს, მაგრამ მაინც მინდა რომ უფრო ფართო როგორც ექსპერტმა ისე შეაფასოთ დღევანდელი მოცემულობა, რაც გვაქვს და ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რამდენად მყისიერი ეფექტი აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და როგორ შეიძლება ეს რაღაცა დომინოს პრინციპით უკვე მათ შორის საქართველოსაც იქონიოს გავლენა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად იმოქმედებს კომპანიებზე, აუცილებლად იმოქმედებს არა მარტო გადაზიდვებს, რასაკვირველი ამას ჩაერთვება მთელი მიწოდების ჯაჭვი. და მოდით ვთქვათ, რომ დღევანდელი სამყარო არა მარტო საქართველოს, ზოგადად სრულად მთელი მსოფლიო ამ მიწოდების ჯაჭვზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ რაღაც ნატურალური მეურნეობები აღარ გვაქვს, ხო? დიდი ხანია რაღაც ყველა ქვეყანა საიდანღაც რაღაცას იღებს და სადღაც რაღაცას აგზავნის. ყველა მაღაზია საიდანღაც მარაგდება და რაღაცა ეტაპებს გადის. რა თქმა უნდა, ეს ტვირთები დადის ამ სოფლიოს გარშემო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიწოდების ჯაჭვი იყოს ძალიან მდგრადი. იმიტომ არის ზუსტად, რომ ალტერნატიულ ბაზრებს და ალტერნატიულ გზებს ვეძებთ ყოველთვის, როგორ გავამყაროთ და დავასტაბილუროთ ჩვენი მიწოდება. მაგალითად, როდესაც ჩრდილოეთ დერეფანი არსებობს, რომელიც ძალიან გამტარიანია, იქ შუა დერეფნის საკითხი მაინც დგას, იმიტომ რომ აუცილებელია, რომ არსებობდეს რაღაც ალტერნატივა. ახლა იქ უკრაინა და რუსეთის ომმა საკმაოდ შეაფერხა ეს ჩრდილოეთ დერეფანი, სამაგიეროდ გვაქვს ალტერნატივა, რომ შუა დერეფნის ტვირთებ გამოვლიანობა გავზარდოთ. ამიტომ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე უნდა იყოს ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ეს იძლევა არა მარტო იმის შანსს, რომ სტაბილური მიწოდების ჯაჭვი უზრუნველყოთ, არამედ იძლევა იმის შანსს, რომ ბევრი ბიზნესი განვითარდეს ლოკალურადაც საქართველოში და ბევრი შემოსავალი დავაგენერიროთ ბიზნესებმა და ქვეყანამ. აი ეს მინდა რომ განვარტოთ, ახლა ერთი მხრივ საუბრობთ, როგორც აღნიშნეთ, ჩრდილოეთის სანქცირებულ მარშრუტებზე და მეორე მხრივ არის უკვე რაღაცა ცეცხლის ალში გაახვეული სამხრეთი, სადაც რჩება მნიშვნელოვანი ალტერნატივის სახით შუა დერეფანი. აი ამ პროცესში რამდენად მზად ვართ დღეს ქვეყანა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოწვევა ჩვენთვის შესაძლებლობად გარდავქმნათ და რამდენად არის უკვე რეალური, ასე ვთქვათ, კონტურები თუ იკვეთება, რომ ეს ჩვენთვის ბენეფიტის მომდანია.
მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს შუადერეფანი არსებობს, მაგრამ ბუნებრივ არსებობას კიდევ პლუს ძალიან ბევრი დამატებითი ძალისხმევა ჭირდება. ჯერ ინფრასტრუქტურა. მოდით ვთქვათ, რომ ეს ინფრასტრუქტურაც არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ როდესმე ვიტყვით, რომ ლოგისტიკის სფეროს უკვე განვითარებულია და არაფერი არ სჭირდება, ჩათვალეთ, რომ ვერ ვართ კარგად, იმიტომ რომ მუდმივი განვითარება ჭირდება, მუდმივი გადაიარაღება ჭირდება, მუდმივი ხელშეწყობა ჭირდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივი ინვესტირება ჭირდება. ანუ წარმოიდგინეთ, ჩემი გადმოსახედიდან რო ვილაპარაკოთ, ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც ვითარდება, ნებისმიერ ქვეყანაში ლოგისტიკაზე დგას. ლოგისტიკაზე დგას მედიცინა, იმიტომ რომ აუცილებელია, ყველანაირი სახარჯი მასალები იქნება ეს თუ აპარატურული ხელშეწყობა იქნება. ნებისმიერი კომპანიები ყველაფერს ამას ერთვებიან თავიანთი პროდუქციით ამ მიწოდების ჯაჭვში და აწვდიან თავიანთ პროდუქციას მთელ მსოფლიოში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი და ეს მიმართულება სულ ვითარდებოდეს და ასეც არის, იმიტომ რომ მსოფლიოში მაგალითად მე თუ არ ვცდები შახშან ვიყავი ჩიკაგოში ლოგისტიკის საერთაშორისო უდიდესი გამოფენა იყო და მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ლოგისტიკაში ვარ და ჩემთვის ძალიან უცხო არ არის არც TNT-ის ტექნოლოგიები, არც FedEx-ის მიდგომები და ტექნოლოგიები, აი მაინც მთვარეზე მეგონა თავი ისეთი ტექნოლოგიები არსებობს დღეს სწორედ იმისთვის, რომ ლოგისტიკა იყოს სწრაფი, ეფექტიანი და ნაკლები დანახარჯებით. ჩვენ ამ შემთხვევაში საიდანო დავიწყოთ? აი სად შეიძლება რომ პირველი ნაბიჯები გადავდგათ? დაწყებული გვაქვს უკვე. მაშინ რა უნდა იყოს შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯებით მაინც მიუახლოვდეთ იმ ფარის მასშტაბს თუ ვერ დავეწევით რაღაცნაირად ცოტა შემდეგი ნაბიჯები. მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს მდებარეობასთან ერთად კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საბაჟო სისტემა, რომელიც ძალიან ეფექტურია, ძალიან სწრაფია, ძალიან მოქნილია და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ეგრეთ წოდებული ეს ჰაბი, ლოგისტიკური ჰაბი გავხდეთ არა მარტო რეგიონისთვის. ანუ გულისხმობ არა მარტო სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლისთვისაც შეიძლება რომ ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰაბი გავხდეთ ამ რეგიონისთვის, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ერთ ქვეყანაში განვათავსოთ ეს ტვირთი და ერთი ღამის განმავლობაში მივაწოდოთ ორივე ქვეყანას სწრაფად. ეს ერთი, ასევე შეგვიძლია გავხდეთ რეგიონალური ჰაბი აღმოსავლეთიდან მომავალი ტვირთებისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის განსაკუთრებით. იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპა საკმაოდ ეკონომიკით ზარდი ქვეყანაა, მათი ეკონომიკები ძალიან სწრაფად იზრდება და შესაბამისად ეს ნაკადი ტვირთების მოთხოვნა ტვირთებზე მათი მხრიდან მატულობს. ეს არის ჩვენი შანსიც, რომ განვითარდეთ და შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ და ქვეყანაში არსებულმა ბიზნესებმა, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად შუა გზაში ვდგავართ და ჩინეთიდან თქვათ და აღმოსავლეთიდან მომავალი ტვირთებისთვის ძალიან განსაკუთრებულად იდეალური მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ სწრაფად შეგვიძლია აქ შევინახოთ და სწრაფად მივაწოდოთ მერე აღმოსავლეთ ევროპას. ხო და შენახვასაც სჭირდება თავის მხრივ ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე შენახვას სჭირდება ინფრასტრუქტურა და აქ ძალიან გვიჭირს მოდი ხას გაუსვავ, რომ გვიჭირს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ახლა პოსტსაბჭოთა შენობები ძალიან ბევრია, რომ ქალაქგარეთ რომ გახვიდეთ ძალიან ბევრია, მაგრამ აქ გვაკლია თანამედროვე აღჭურვილობით ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ინფრასტრუქტურაში დანერგილი, რომელიც ასევე სწრაფად და ეფექტიანად მოემსახურება ამ ტვირთებს. კი ბატონო. და ბოლოს ისევ ომის გავლენას რომ დაუბრუნდეთ, ერთი მხრივ არის მთავარი არტერია ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი და ის თავის მხრივ საზღვაო მიმართულებას ბლოკავს და მეორე მხრივ არის ასევე ახლო აღმოსავლეთის ცაც პარალიზებული, ხო, რაც თავის მხრივ საჰაერო მარშრუტებზეც მნიშვნელოვან ეფექტი აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რამდენად უნდა ველოდოთ თუ უკვე დაწყებულია პროცესი ტარიფების, ასე ვთქვათ, გადახედვის და დაკორექტირების და ამას დაველოდოთ დროს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს, ხო? თუ ახლა ვიტყვით იმას, რომ ეს ომი სავარაუდოდ გაგრძელდება რამდენიმე თვე,
კი ბატონო, უნდა ველოდეთ მარშრუტების გადახედვასაც, შესაბამისად საოპერაციო ნაწილის გაძვირებას და საწვავის გაძვირებას ერთდროულად და რა თქმა უნდა გაძვირდება მთლიანად ეს მიწოდების ჯაჭვის პროდუქტები ყველა, არა მარტო გადაზიდვა, არამედ ყველა სხვა მომსახურება. მაგრამ მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ და მასშტაბებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან რა ქვეყანაა ჩართული, გონია რომ ძალიან მალე დამთავრდება ეს ყველაფერი და ვერ მოასწრებს აი ქართულ მომხმარებლამდე მივიდეს და ეს კრიზისი მივიდეს ქართულ მომხმარებლამდე. ამის იმედს ვიტოვებ. საჰაერო მიმართულებით თუ შეგვიძლია რომ აი როგორც ვისაუბრეთ რომ მათ შორის შუა დერეფანი შეიძლება გახდეს ალტერნატივა და ჩვენთვის სასარგებლო იყოს რა თქმა უნდა ხა ცუდი კონტექსტი არა ხა ომის შენბასას ომით სარგებელი მიიღოს თუმცა რაღაცნაირად ჩვენი ეკონომიკა ბოლო პერიოდში და ბოლო წლებს რომ გადავხედოთ ისტორია ნამდვილად ამას გვიჩვენებს. მაგრამ აი საჰაერო მარშრუტების თვალსაზრისითაც თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად ბენეფიტი მივიღოთ. ხო, ბენეფიტი ისედაც ჩვენ რომ ახლა კარგად გამართული და დიდი ინფრასტრუქტურები გქონდეს, საჰაერო გადაზიდვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ეს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე რომ საქართველოს აქვს ომის გარეშეც ძალიან დიდი პოტენციალი გახდეს ასე ვთქვათ, ადგილი, ესე პოპულარულ ენაზე რო ვთქვა, ადგილი, სადაც იქნება ძალიან ბევრი მაღალ ტექნოლოგიური შენახვის დასაწყობების ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მშვიდობიან დროსაც ევროპას და ევროპიდან მიმავალ ტვირთებს მოემსახურება, ვთქვათ, აზიისკენ მიმავალ ევროპიდან აზიისკენ მიმავალ ტვირთებსაც. ძალიან კარგი სამომავლო პერსპექტივაა ეს ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში არსებული ბიზნესებისთვის, რა თქმა უნდა, თუ იქნება ყველაზე მთავარი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ნინო საინტერესო ანალიზისთვის, აქცენტებისთვის, როგორც ყოველთვის და ჩვენ რასაკვირველია ომის განგრძობითი ხასიათიდან გამომდინარე და იმის მიღმაც, ასე ვთქვათ, თქვენი ანალიზი ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე და ყოველთვის პერსპექტივაში მეც ვიტოვებ, რომ შემდეგ შეგვეძლება, რომ ასე ვთქვათ, შევაჯამოთ კიდევ ერთხელ ის რეალობა, რომელიც იქნება ლოგისტიკის მიმართულებით დღის წესრიგში. მადლობა. ნინო მენთეშაშვილი, FedEx-ის მმართველი პარტნიორი, ლოგისტიკის სფეროს ექსპერტი, ანალიტიკოსი იყო ჩვენთან ერთად. BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა რეკლამის დროა, სულ რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და გადაცემის მეორე ნაწილში Onways თან დამფუძნებელთან თამუნა გოგოლაშვილთან ერთად დაგიბრუნდებით კვლავ ლოგისტიკის სფეროზე. სწორებით დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას და თუ პირველ ბლოკში ლოგისტიკის გლობალურ ყევებსა და მაკროეკონომიკაზე ვისაუბრობდით, ახლა ლოკალურ ბაზარს უნდა დავუბრუნდეთ და ვისაუბროთ იმ კომპანიებზე, რომლებიც ჩვენი მომხმარებლის ყოველდღიურობას ქმნიან. საკვირია რომ მომსახურება დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ამანათის გარკვეული ადან B პუნქტში მიტანა, ეს არის ტექნოლოგია, სისწრაფე, მომხმარებლის გამოცდილება, რომელიც ერთიან ეკოსისტემაში, ასე ვთქვათ, ერთიანდება. ამ მხრივ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე არის კომპანია Onway, რომელმაც სულ ახლახან მასშტაბური რებრენდინგი განახორციელა. ცხადია, რებრენდინგი ბიზნესისთვის არასდროს არის მხოლოდ რაღაცა ლოგოს ამ ფერების შეცვლა, ეს არის ახალი ფილოსოფია, ზრდის ახალი ეტაპი და ბაზრისთვის გაკეთებული ახალი განაცხადი. კომპანიამ, რომელმაც თავის დროზე სტარტაპიდან დაიწყო შეცვლო ლოკალურ ბაზარზე მყარი პოზიციონირება და ახლა მომხმარებელს სრულიად განახლებული ხედვით უბრუნდება. რა სირთულეები ახლავს საქართველოში საკურიერო ბიზნესის შენებას და განვითარებას და რატომ დგება მომენტი, როცა კომპანიამ ვიზუალური და სტრატეგიული ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს, ამ ყველაფერს ჩვენი სტუდიისგან შევიტყობთ დეტალურად Onways დამფუძნებელი თამუნა გოგოლაშვილი თემაზე უფრო ცლად გვესაუბრება, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. თამუნა, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის. ასოციაციის ეგიდითაც ხართ, ცხადია, ჩვენი სტუმარი და მინდა რომ ორივე მიმართულება დავფაროთ, მაგრამ სიახლეა და ცხადია რებრენდინგზე უნდა ვკონცენტრირდეთ უპირველესად, რას გულისხმობს რებრენდინგი, რატომ გახდა მისი საჭიროება და რამდენად შეიცვალა ვიზუალურთან ერთად შინაარსობრივადაც კომპანიის იდენტობა, მისი ფილოსოფია იმ რებრენდინგის შედეგად. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიესალმებით თქვენს მაყურებელსაც.
Onway დაახლოებით 9 წელია რაც ბაზარზე არსებობს და ჩვენ ფაქტობრივად პირველად განვაახლეთ იდენტობა ბოლო წლების განმავლობაში. ცხადია ეს გზა საკმაოდ დიდი გამოწვევებით იყო სავსე და ვფიქრობდით რომ ის გამოწვევები რომელიც გადავლახეთ იმსახურებდა ზუსტად იმ ახალ იდენტობას რომელიც ამ კომპანიას მივანიჭეთ. იდენტობა მნიშვნელოვნად განსხვავებული არ არის წინა ასე ვთქვათ ვიზუალისგან, აქაც ის გზა იმ გზას ვაჩვენებთ რომელსაც გადის ჩვენი კომპანია და ჩვენი კომპანიის მეშვეობით გადიან ამანათები თავიანთ მომხმარებლებამდე მისასვლელად. შესაბამისად ეს ფილოსოფია ისევ ამ ასე ვთქვათ სისწრაფეს გზას ეხმიანება და ემსახურება. რაც შეეხება სხვა მხრივ კომპანიის შიდა ცვლილებებს, ჩვენ ძალიან დიდი ხანია რაც დავნერგეთ ციფრული ტექნოლოგიები და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ავსახეთ ეს ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ჩვენს კომპანიაზე. ფაქტობრივად დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ Onway არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ციფრულ მიმართულებებს მუდმივად ანახლებს, მუდმივად აუმჯობესებს. ნებისმიერი ჩვენი პროცესი არის ციფრულ, ასე ვთქვათ, პლატფორმაზე გადასული და შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კარგი სერვისი შევთავაზოთ ერთის მხრივ მომხმარებელს, ხოლო მეორეს მხრივ კომპანიას მივცეთ საშუალება, რომ მაქსიმალურად ეფექტურად, ეფექტიანად ხარჯთ ეფექტურად ვიმუშაოთ და მივაღწიოთ, ასე ვთქვათ, აი ასე წარმოტებას. ეს როგორ ისახება და აისახა უკვე თამუნა მომხმარებელზე და რა არის ის ბენეფიტი, ხელშესახების შედეგი, რაც უკვე მიიღოთ თქვენგან აი ამ რებრენდინგის შედეგად თქვენმა ერთგულმა მომხმარებელმა? რეალურად ჩვენი მომხმარებლები ამ განახლებას ცხადია დროთა განმავლობაში თვალს ადევნებდნენ და ეს გზა რაც გავიარეთ სწორედ მომხმარებლების ჩართულობით მოხდა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს რა მოთხოვნები არსებობს ბაზარზე. დღესაც მაგალითად ხო რაც დაუშვათ შევიტანეთ ცვლილებები ამ ციფრულ ტექნოლოგიებში, მომხმარებელი ხედავს იმის საშუალებით რომ მაქსიმალურად გაციფრულდა და გამჭვირვალე გახდა ჩვენი სერვისები, ზეგამჭვირვალობა ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მოწოდება, რომელსაც ჩვენი ბრენდი ემსახურება სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები და მათი საბოლოო მომხმარებლები, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრ ონლაინ მაღაზიას ვემსახურებით და მათი მომხმარებლებისთვის მიგვაქვს ამანათები, მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ დაუშვათ იმ სერვისის შესახებ, რასაც იღებენ. ეს არის ძირითადი ნაწილი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ისმევა მომხმარებლის მიერ არის არის ჩემი ამანათი, როდის მივიღებ ჩემ ამანათს. ყველაზე ხშირად ეს მეკითხება. აბსოლუტურად კი, ყველაზე ეჩქარება, როდის მიიღებს თავის ამანათს. შესაბამისად, Onway ეს ღელვა და ეს ნაწილი, რაც დაუშვათ აი ამანათის მოგზაურობასთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად გააციფრულა, მაქსიმალურად ინფორმაციული გახადა და შესთავაზა მომხმარებელს ისეთი კომუნიკაციის ფორმა, რომლითაც როდესაც ჩვენთან მოდის მაგალითად საწყობში ამანათი ვატყობინებთ მომხმარებელს, როგორ ჩვენთან არის, შეუძლია თვალი ადევნოს, როდესაც მიდის უკვე მის ამარხზე, თავიდან მიდის ეს შეტყობინება და სხვადასხვა კომუნიკაციის ნაწილშიც შეუძლია რომ მაქსიმალურად ციფრულად მიიღოს და სწრაფად ეს ინფორმაცია. მათ შორის ეს მხარდაჭერის ფუნქციონალიც ამ ეტაპზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავიტანეთ ასევე ციფრულად და მომხმარებელს საშუალება აქვს რომ რაიმე გადაცდომის, დაგვიანების თუ სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის შესახებ დაგვიფიქსიროს შეტყობინება და ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ამ სერვისების გაუმჯობესებას რა თქმა უნდა ვაპირებთ. ჩვენი ძალიან ბოლოდროინდელი ხშირი მოთხოვნა ჩვენი მომხმარებლების არის აპლიკაციის დამატება, რომელსაც ასევე ვაპირებთ და კიდევ უფრო გავუმარტივებთ ჩვენს მომხმარებლებს აი ამ ციფრულ წვდომას Onway-სთან და ლოგისტიკურ სერვისებთან. კი ბატონო. თამუნა, ტარიფებზეც მინდა რომ გკითხოთ, ესეც საკმაოდ მტკივნეული თემაა მომხმარებლისთვის და ბოლო პერიოდში ვხედავთ ცალსახად აღმავალ დინამიკას. რა ფაქტორები მუშაობს, რაც საბოლოოდ ფასს განსაზღვრავს და რატომ მოგიწიათ მათ შორის თქვენს მაგალითზეც თუ მოხდა ეს კორექცია წლის განმავლობაში ფასის ზრდის მიმართულებით? სამწუხაროდ ბოლოდროინდელი მოვლენები და კონფლიქტი მსოფლიოში განაპირობებს სწორედ ფასების მატებას საწვავზე. პირდაპირ ჩვენი ბიზნესი დაკავშირებულია საწვავთან და მასთან დაკავშირებულ ხარჯებთან. ანუ ეს არ არის მხოლოდ საწვავის მატება. იმატებს ავტომობილის შენახვის ხარჯები, მეორადი ნაწილები თუნდაც, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ქვეყანაზე ისახება და იმატებს ხელფასები. ამიტომ ჩვენი ასე ვთქვათ ბიზნესი ამის მიმართ განსაკუთრებით სენსიტიურია. ვინაიდან ლოგისტიკა არ არის მაღალმარჟიანი ბიზნესი.
ეს არის დაბლმარჟიანი ბიზნესი და შესაბამისად ნებისმიერი მცირე ცვლილება მასზე ძალიან უარყოფითად აისახება მოკლე ვადაში. შესაბამისად იზრდება რა ფასები, კომპანიას უწევს ან დაუშვათ ძარალი დაფაროს თავისი ხარჯებით რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ესე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, როდესაც გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ, მატება ფასების, რომელსაც ველოდებით რომ ძალიან სწრაფად არ შემცირდება, ვინაიდან ეს არ არის ესეთი მოვლენა, რომელიც უცებ გადაიჭრება, რომც გადაიჭრას დაუშვათ უახლოეს მომავალში, ამას მაინც გრძელვადიანი შედეგი ექნება საბოლოო ჯამში საწვავის ფასებზე, სხვა ფასებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რამდენიმე თვიან ასე ვთქვათ, რამდენიმე თვის ჭრილში წინასწარ ვიყურებით და უკვე გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, რომ მინიმალურად, მაგრამ გაგვეძვირებინა ჩვენი ტარიფები, ვინაიდან ეს დიაპაზონშია ეს მინიმალური. დაახლოებით 10%, 50 თეთრის, საშუალოდ 50 თეთრის ფარგლებში არის ეს გაძვირება. ვეცადეთ, რომ ყოფილიყო ძალიან დაბალი, იმისთვის, რომ კომპანიასაც რაღაც საშუალება ქონოდა, რომ გაზრდილი ხარჯები დაებალანსებინა და მეორეს მხრივ მომხმარებლისთვის არ ყოფილიყო ძალიან მტკივნეული. ეს იმისთვის, რომ კომპანიამ თუ ვერ შეძლო განვითარება ხარისხიანად მომსახურება, შესაბამისად ისეთ პროდუქტს ვერ მივაწოდებთ, ისეთ მომსახურებას ჩვენს მომხმარებელს, როგორიც სჭირდება. ეს 10%-იანი გაძვირება ეს წლის დასაწყისიდან გადმოყვა უშუალოდ მიმდინარე ომის გავლენაა და საწვავის ფასების ნახტომისებური ზრდის და თუ ასე ვთქვათ, კიდევ იყო დამატებითი ფაქტორები და საინტერესოა ასე ვთქვათ, ესეც წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუ მათ შორის უახლოეს პერსპექტივაში კიდევ ერთ ტალღას შეიძლება რომ ველოდოთ ფასების გაძვირების. ფასების გაძვირება ჩვენ მოგვიწია არა, მოგვიწევს აპრილიდან, ეს შეტყობინება გაგზავნილია ჩვენს მომხმარებლებთან. აქამდე არ გაგვიძვირებია ტარიფები, ონოის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, მაქსიმუმ ორჯერ ტარიფების დაკორექტირება, ასე ვთქვათ. ეხლა ფაქტობრივად მესამედ გვიწევს დავაკორექტიროთ ტარიფები და ისევ უკავშირდება რაღაცა ისეთ არასტაბილურ გარემოს ზოგადად მსოფლიოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს. თუ ფასების რყევა აღარ გაგრძელდება, შესაბამისად შეგვიძლია რომ ამ დიაპაზონში დავრჩეთ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ კონფლიქტი გამწვავდა, გაგრძელდა, ფასებმაც კიდევ უფრო მეტად მოიმატა, შესაბამისად ცხადია, მოგვიწევს კიდევ ერთხელ გადავხედოთ ტარიფებს და ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მივიღოთ. რაც შეეხება გარდა ლოგისტიკისა, სხვა ყველა სფეროს შეეხება ნელ-ნელა ეტაპობრივად, თუმცა აი რა მასშტაბები იქნება, ამას უკვე ალბათ დავინახავთ უახლოეს მომავალში, როგორ განვითარდება ეს კონფლიქტი. თქვენ გამომდინარე იქიდან რომ ლოკალურ ბაზარზე ხართ სრულად და ბოლომდე ორიენტირებული ამ ეტაპზე, ეს ომი მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში დიდწილად არის ახება თქვენზე, თუმცა აი თქვენი პარტნიორების, რომლებიც საკმაოდ მსხვილად და მრავლად ყავთ პორტფელში წარმოდგენილები და არიან მათ შორის დამოკიდებული ისინი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო გადაზიდვებზე, აი ეს ჯაჭვური რეაქციით უკვე გარკვეულ ასე ვთქვათ ეფექტს ხომ არ აქვს ადგილი, რაც გავლენას ახდენს თქვენს კომპანიაზეც მათ შორის. ზოგადად ჩვენ გვაქვს ესეთი პრაქტიკა და უკრაინის ომის შემთხვევაშიც იყო ესეთი სცენარი, მაშინაც ერთი პერიოდი გაძვირდა პროდუქტის ფასიც. ეხლაც მოლოდინი ანალოგიური გვაქვს, ვინაიდან შეიძლება ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, ონლაინ მაღაზიებს, რიტეილერებს ქონდეთ დაუშვათ რაღაც მარაგები უკვე დაგროვებული საქართველოში, მაგრამ ამ მარაგებს განახლება ჭირდება ცხადია და შესაბამისად ახალი ტარიფით, ახალი გადაზიდვის ფასით, საერთაშორისო გადაზიდვის ფასით მოუწევთ პროდუქციის გაყიდვა. შესაბამისად, ეს ნაზრდი მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში აისახება ამ ონლაინ მაღაზიებზეც და მათ პროდუქციაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჯაჭვურად გავლენა აქვს. ეს უკვე გრძელვადიან ჭრილში მომხმარებელზეც ახდენს ერთგვარად გავლენას, ვინაიდან მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა დღეს არის რაღაცა X-ი და როდესაც ფასები იზრდება, ჩვენი დაკვირვებით მომხმარებლები შედარებით ნაკლებ პროდუქციას ყიდულობენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გავლენა რა თქმა უნდა ექნება, თუმცა ისევ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია დინამიკაში დავაკვირდეთ ამ პროცესებს. რამდენი ხანი გაგრძელდება, რამდენად დიდი გავლენა ექნება ყველაფერზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას გავლენა რა თქმა უნდა ექნება, ვინაიდან ზოგადად რიტეილის თუ ლოგისტიკის ბაზარი საკმაოდ სენსიტიური არის, განსაკუთრებით ესეთი კონფლიქტების დროს.
და კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც მათ შორის თქვენთანაც ბმაშია, არის ის, რომ უცხოელ მუშახელს, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, აეკრძალებათ კურიერებად, გიდებათ მუშაობა და ასევე ტაქსის ცხოველებად. გამომდინარე იქიდან, რომ საკურიერო კომპანია ხართ, რამდენად დიდ წილს შეადგენდნენ უცხოელები თქვენს დასაქმებულებში და როგორ ხედავთ აი ამ უკვე ძალაში შესული დადგენილების გავლენას ბიზნესზე? სხვათა შორის შემიძლია ვთქვა, რომ Onways 300-მდე თანამშრომელი ყავს ამ ეტაპზე და ჩვენ დიდი რაოდენობით არ გვყოლია ესეთი დასაქმებულები. ჩვენ ძირითადად გვაქვს შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული ჩვენს კურიერებთან. ჩვენ ისინი არ გვყავს როგორც პარტნიორები, ძირითადად ესეთი დაუშვათ მუშახელის დასაქმება ხდებოდა პარტნიორებად. ჩვენი ბიზნესის პოლიტიკა ცოტა განსხვავებული არის. აქედან გამომდინარე ჩვენი დასაქმებულები ძირითადად რეზიდენტებს წარმოადგენენ და ეს ჩვენს ბიზნესზე პირდაპირ გავლენას ეხლა ამ ეტაპზე არ მოახდენს. თუმცა მოლოდინი ინდუსტრიას აქვს, რომ აი ამ შეზღუდვებით ანაზღაურება გაიზრდება კურიერების, გაიზრდება კონკურენცია და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ჩვენს ბიზნესიც ამგვარად ირიბად შეიძლება აისახოს უკვე ცოტა უფრო გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე მაგალითად ერთ ან ორ თვეში. ამიტომ აი ეს მოლოდინი მაინც არსებობს. კი ბატონო. და ბოლოს მინდა რომ სიახლეები, გეგმები, შედეგები წლის როგორც კომპანიის, ასევე ასოციაციის ჭრილშიც მოვიკითხოთ და ამით შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი დისკუსია. რომლით დავიწყოთ? მე ვფიქრობ ალბათ Onways სიახლეებით პირველ რიგში Onway უახლოეს მომავალში აპირებს 3PL მომსახურების დანერგვას, ეს არის მესამე მხარის ლოგისტიკა, ეგრეთ წოდებული fulfillment სერვისები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ Onway შეძლებს თავის საწყობში მიღებას ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქციის და მათ მართვას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად შეგვიძლია შევასრულოთ დასაწყობების და საწყობის მარაგების მართვის ფუნქციონალი, ასევე მიტანის ნაწილი, შესაბამისად მაქსიმალურად უმარტივებთ ჩვენს ონლაინ მაღაზიებს და ზოგადად პარტნიორებს მათ ყოველდღიურ პროცესებს. შეუძლიათ რომ მხოლოდ გაყიდვაზე ორიენტირდნენ და მათი ლოგისტიკური პარტნიორი მაქსიმალურად დააზღვევს მათ აი ამ საოპერაციო ნაწილს. რაც შეეხება ასევე დამატებით სიახლეებს, ჩვენ ასევე საერთაშორისო კუთხით ვფიქრობთ მუშაობის დაწყებას. რამდენიმე კვირის წინ ასევე ვიყავი ბერლინის ფესტივალზე, ელექტრონული კომერციის ფესტივალზე და აქ ძალიან ბევრი კომპანია იყო წარმოდგენილი. ჩვენ საკმაოდ ბევრი კონტაქტი წამოვიღეთ და დავიწყეთ კომუნიკაცია. ასევე 3PL-ის პარტნიორობის ნაწილში, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზეც ვხედავთ, რომ 3PL მიმართულება ძალიან აქტუალური არის ხარჯების თუნდაც შემცირების მიზნითაც. შესაბამისად, ჩვენს ონლაინ მაღაზიებს ვფიქრობთ, რომ აი ამ საერთაშორისო ქსელის აწყობის შემთხვევაში საშუალებას მივცემთ, რომ თავიანთი პროდუქცია დაასაწყობონ მაგალითად საერთაშორისო საწყობებში და უკვე იქიდან საქართველოსდან მართონ გაყიდვები, თუმცა პროდუქცია უშუალოდ აი ამ ლოკაციებიდან დარიგდება და ეს მოგცემს, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარჯების შემცირებას. ცხადია, ეს პროდუქტის გაყიდვაზეც მნიშვნელოვნად აისახება. როდის იწყება პროცესი ესეც? პროცესი დაწყებული გვაქვს, მოლაპარაკებები ძალაში არის, თუმცა ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება და უახლოეს მომავალში ალბათ ესეც გაირკვევა, როგორ წავა. და მოკლედ ასოციაციაზე დრო ფაქტობრივად აღარ გვაქვს და ასოციაციას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ Onway იქნება ახალი ასოციაციის დამფუძნებელი, ამჟამად მოღვაწეობთ ელექტრონული კომერციის ასოციაციაში, თუმცა ახალი ასოციაცია იქნება გაერთიანებული რიტეილისა და ელექტრონული კომერციის ასოციაცია, რომელსაც სულ მალე წარმოადგენთ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა თამუნა საინტერესო ამბების გაზიარებისთვის, წარმატება ორივე მიმართულებით. ასოციაციაში რჩებით ახალ უკვე განახლებულ ასოციაციაში იმავე პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელად. ხართ ცხადია ხელმძღვანელის ამპლუაში. მადლობა, წარმატება თქვენ Onways და ასოციაციას, რომელიც როგორც უკვე ახლა გახდა ცნობილი ელექტრონულ კომერციასთან ერთად უკვე რიტეილსაც გააერთიანებს და სინერგია იქნება ამ კომპანიების ერთიან სივრცეში. თამუნა გოგოლაშვილი Onways დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. მადლობა მას სტუმრობისთვის. ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეკუთვნიშვილთან ერთად. მე ხვალ ამტეკებში ვდობებით.